მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გიცით რა მინდათ რო გითხრათ? ბევრი მეკითხება და ბევრი მწერს, რომ ეს ყავა ნალექიანია თუ უნალექო. და ჩემ მეუღლეს მინდა შორენა შევეკითხო, რა არის ეს? ეს არის მარცვალი, ჩემო მეგობრებო, ეს არის დაფქული. შორენა, რას ნიშნავს ისა ნალექიანი და უნალექო, ვერ გავიგე რა. ყავისტი კი ვარ, ჩემო მეგობრებო, მაგრამ ყავას ალბათ გულისხმობს თურქულად რო ვადუღებთ, ხო? ეს არის კაკალი. მაშინ მარცვალია. ჩვეულებრივად მარცვალი, ვადუღებ ნალექიან ყავას. ალბათ ეგ იგულისხმებოდა. ეს არის მოკა, რომელიც ეს არის ეს მოკა. უკვე დაფქულია. ეს უკვე და ხო, მოხსენი? თურქულად არ არის. ვაკუუმშია, დამზადებულია იტალიაში. ნალექიანი ყავა რა მგონი. ნალექიანი ყავა არ გამოვა მის გემრიელი? არ გამოვა, იმიტომ რომ სქლად დაფქულია ხა შედარებით. და ეს იტალიაში როგორ ხმარობენ ამას? ახლა არის ალუმინის სპეციალური აპარატი ხო ამისი რომლითაც ხო, ალუმინის აპარატები როა იტალიური, შეგიძლიათ იქ ჩადოთ და მოადუღოთ სახში. მაგრამ საერთოდ ბარებში ხმარობენ და ბქვავენ კაკალს და იგივეა ეს და ჩადებ და მოადუღებ. მე შეკვეთილი გვაქვს ჩვენი ლოგოთი, ჩემო მეგობრებო, მომივა ის აპარატი, ძალიან მაგარი აპარატი იქნება და განახებთ იმასაც. ასე რომ შეგიძლიათ კაკალი მოხალოთ რა, დაფქვათ და გააკეთოთ ნალექიანი. ან როგორ უნდა დაფქვათ, რა ზომაზე უნდა დაფქვათ, მაგ უკვე თქვენ იცით, ჩემო მეგობრებო. ასე რომ წარმატებული დღე მინდათ გისურვოთ, ჩემო მეგობრებო, და კიდე იცით რა მინდათ რო გითხრათ? ბევრმა მომწერეთ, რომ რა არისო, ესაო, ყავაო, შენ მოიყვანეო, შენ დათესეო, ისაო, სხვა რაღაცასთან გვაქვს ახლა საქმე, არ ვიტყვი მაგას, მაგრამ მაგასაც აგიხსნით, როგორ გავაკეთე ჩემი ბრენდი და როგორ ვაწარმოებ იტალიაში ჩემ ყავას. იმიტომ რომ ჩემი ტექნოლოგიით არის ეს დამზადებული და მე ვიყავი კახაბერცერცვაძე, ვის დაწერა ეს ტექნოლოგია და გააკეთა ასე ყავა. იმიტომ რომ სხვა მარკები თავის ტექნოლოგიით აკეთებენ და სხვა ტექნოლოგია. ყველა ყავას აქვს თავის ტექნოლოგიური გაკეთება, დამზადება და რა ვიცი, მაგრამ და მიტო განსხვავდება გემოთი და კიდევ ძალიან ბევრს ნიშნავს რომელ აპარატში ადუღებთ ყავას. აი როცა ვიძენდი პროფესიონალურ აპარატს, ახლა მალე მექნება აქ, ძალიან ძვირი ღირდა რა და მანახეს იეფიანიც რა აპარატი და მომიდუღეს ეს ყავა, ჩემი ყავა მომიდუღეს ორ აპარატში. ორივე აპარატი და სხვადასხვა გემოთი გამოვიდა ყავა. და ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ უნდა გქონდეთ, აი, კარგი აპარატი უნდა გქონდეთ რა. და როგორ უნდა გაიგოთ ახლა კარგი აპარატი, იმიტომ რომ აპარატი ახლა კაფსულებს რო დაგებთ, ყველა ერთნაირია. მაგრამ გემო განსხვავებული აქვს. ჩემ ყავას ძალიან დიდი გემო აქვს განსხვავებული. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, უგემრიელესი ყავა არის და დღე რო დაიწყოთ აი ასეთი შემართებით, ასეთი სიყვარულით უნდა დალიოთ კახაბერის ყავა, ჩემო მეგობრებო, გაიხარეთ, წარმატებული დღე მინდათ გისურვოთ. თქვენი კახაბერცერცვაძე